კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 9 საათზე. ქრონიკისთვის ცნობილია, რომ დაკავებულია სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი გივი წულეისკირი. საქმე ეხება მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის დაუფლების ფაქტს. ასევე ჩვენი ინფორმაციით დღეს სფერო ჰოლდინგის მიერ დაზარალებულები ჰოლდინგის ოფისთან შეიკრიბებიან და ბრიფინგს გამართავენ. გრანტის სახით გამოყოფილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად თაღლითურად დაუფლების მორიგი ფაქტი გამოავლინა საგამოძიებო სამსახურმა. სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 4 მოქალაქე. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით შპს ელიტ მშენმა კოოპერატივ ქართულ ბოსტნეულს გამოუწერა ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ ფაქტურა 1,100,800 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულებაზე, თუმცა არანაირი სამუშაო არ განხორციელებულა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ელიტ მშენის და კოოპერატივ ქართული ბოსტნეულის ხელმძღვანელები დააკავეს. დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ წევრს ბრალი დაუსწრებლად წარადგინა, კიდევ ერთის მიმართ კი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სავარაუდოდ დღეს გაიმართება საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი. ლევან კუპატაშვილის უფლებადამცველის განმარტებით ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს არ აღიარებს. მას დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედებებიან, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორს, პროექტების მენეჯერებსა და საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ ინჟინერს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საქმე ეხება დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებას სარგებლობასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რომლის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტმა 16 მილიონ ლარზე მეტით იზარალა. სამტრედია გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმის გამოძიების შედეგები გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტმა გუშინ გაასაჯაროვა. თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუმცა თავისუფლება რასაკვირველია, გამოძიებასთან თანამშრომლობა არ ნიშნავს იმას, რომ ბრალდების დადგენილებას ეთანხმება. სასამართლო პროცესი დიდი ალბათობით იქნება მას შემდეგ, რაც ჩემსთან მოხდება საქმის მასალების გაცვლა და ეს დაახლოებით დილის საათებში იქნება. ეგრეთ წოდებული კრიმინალური სამყაროს წევრ ელმურაზ მამედოვთან კავშირში მყოფ 6 მოქალაქეს წარუდგინა ბრალდება პროკურატურამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ოქტომბრის ბოლოს გარდაბნის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს უცხო ქვეყნიდან დაუკავშირდა წარსულში ნასამართლები წითელი ცირკულარი ძებნელი ელმურაზ მამედოვი და $200,000 მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშწორებითა და სიცოცხლის მოსპობით. უარის შემდეგ კრიმინალური სამყაროს წევრმა მსხვერპლის დაშინებისა და თანხის მიღების მიზნით სამთანამზრახველს დაავალა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მკვლელობა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ელმურაზ მამედოვი მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს მოკლის მუქარით ძალავდა $50,000. ბრალდებულებს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 7 ნოემბერს საღამოს საათებში დაზარალებულის კუთვნილი ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი პირი ჩაუსაფრდა არასრულწლოვანს, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა. ელმურაზ მამედოვთან შეთანხმებისამებრ ერთ-ერთმა პირმა მოკლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით გაისროლა არასრულწლოვანის მიმართულებით, თუმცა განზრახვის სისულეში მოყვანა ვერ შეძლო. სამართალდამცველებმა 2 პირი 8 ნოემბერს დააკავეს, 2 პირი კი მიმოლოში იმყოფება. ელმურაზ მამედოვს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მამედოვის თანამზრახველებს ბრალდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად, ანგარებით განზრახ-მკვლელობის მცდელობის და ჯგუფურად დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვაში დახმარების ფაქტებზე წარედგინათ. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პარლამენტში დღეს სესია გაიმართება, სხდომა თავდაპირველად პოლიტიკურ განცხადებებს დაითმობა. კანონმდებლები განიხილავენ კანონპროექტებს. დეპუტატები დღესვე კორუფციასთან ბრძოლის ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ. საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც საჯარო მოხელეებისა და მაღალი თანამდებობის პირებისთვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებას 30 წლის განმავლობაში ითვალისწინებს. ეს მრავალი განზომილებით არის მნიშვნელოვანი, როგორც წმინდა ეკონომიკური კუთხით, მართლობითი კუთხით, ასევე რა თქმა უნდა, უსაფრთხოების კუთხითაც. ამიტომ აი ეს გადაწყვეტილება სწორედ აი ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის ერთ დაშში ერთგულს წარმოადგენს, როდესაც კორუფციული გზით შეძენილი ქონება, რომლის გამოც თქვენ რომელიღაცა პირი გასამართლდა, გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ მას არ კონდეს ამის, ასე ვთქვათ, ლეგალიზაციის საშუალება და
ეს სტიმულს კორუფციული გარიგებისას ან ქცევისას, ქმედებისას მნიშვნელოვნად ამცირებს. საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნით ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. რადიკალები არ ასახელებენ კონკრეტულ პარტნიორებს, თუმცა აშკარაა, გარედან მიღებული დავალებების მიხედვით მოქმედებენ. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ეს ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოპოზიციის დამოკიდებულებას გარედან მიღებულ დირექტივებზე. მათი აზრით, სარჩელის შეტანა კვლავ აყენებს შეურაცხყოფას საზოგადოებას, რომელიც უკვე გაიცნოს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ კომისიის დასკვნას. ყველას კონსტიტუციური უფლება არ უიჩივლოს. მე ვიძახი რომ არიან უსამშობლოები, მაგრამ არიან ეთნიკურად ქართველები და უდევთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სადაც უწერიათ საქართველო, მაგრამ ბევრ მათგანს არც ეს არ აქვს. კარგად ვიცით, რომელი მეორე პირადობის მოწმობა ან პასპორტი უდევს ჯიბეში ან საიდან იღებს დაფინანსებას. ეს ერთი მხარე, მათი მორალურ-პოლიტიკური მხარე. ხა რაც შეეხება, ეს იყო წამოცდენა, მაგრამ ხო არის ხოლმე ჩვევიათ ბუნებრივი წამოცდენები, რომ რეალურად, როდესაც უკვე მოეშვი, როდესაც ნიღაბი მოხსნილი გაქვს, როდესაც შენ პატრონებთან ერთად გაშიფრული ხარ ქვეყანაში და აღარ გვიწევს ჩვენ მტკიცება იმის და თვითფრუსტრაციით ხარ დაკავებული, რომ შენ ხარ რეალურად აგენტი და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტანი შენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, აქ ბუნებრივი წამოსდენა ბუნებრივია, რომ მათ მიიღეს დავალება, რომ იჩივით საკონსტიტუციო სასამართლოში. კი ბატონო, შეიტანოს სარჩელი დაველოდოთ პროცესს. კომისიას უსმინეთ თვეების მანძილზე, შემდეგ ის დასკვნა წავიკითხეთ. და ამის მერე რომ შენ ამ დასკვნაში კიდე ნაციონალური მოძრაობა ხარ და კიდე რაიმე სარჩელი შეგვაქვს, უბრალოდ კიდევ ერთხელ შეურაცხყოფის მიყენება იმ საზოგადოებისთვის, სადაც არ მგონია რომ ნაციონალური მოძრაობის იდეური მომხრეა დარჩენილი ვინმე. დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65 რაუნდი ოფიციალურად გაიხსნება. შვეიცარიაში ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას ხელმძღვანელობით წარდგება. დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეც. დღეს ტექნიკური შეხვედრები თანათავმჯდომარეებთან გაიმართება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები კი 12 ნოემბერს დასრულდება. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში სოფელ წინწყაროს მიმდებარე ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სამშენებლო პროცესს გაეცნო. ობიექტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება და ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ობიექტი 29 წლის განმავლობაში 5 მუნიციპალიტეტს თეთრი წყაროს, მარნეულს, წალკას, დმანისა და ბოლნის მოემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, დონორებთან და კონტრაქტორთან ერთად გავეცანით, მოვინახულეთ ადგილზე მშენებლობის პროცესი და უკვე დასრულების პროცესში. ვამაყობთ, რომ ვართ ამ პროექტის ნაწილი საქართველოში. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ზედამხედველობის ქვეშ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მონაწილეობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. ქრონიკა ეთერში დაბრუნდება 10 საათზე, მანამდე კი გრძელდება იმედის დილა.